მოგესალმებით ჩემპიონი გამწარება დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი ამჯერად დაუბრუნდი Call Warzone-ით და არა მობაილით ამის მობაილი გადაღებული აქვს ამერიდან უკვე ვაპირებთ კომპიუტერის ვერსიის ისინი გადავიყვანო ნამდვილი Warzone-ია და მიხვდებით რამხელა განსხვავება რა ვინც არის მიხვდებით რამხელა განსხვავება რეალურად ეს უფრო რეალისტურია ვიდრე და სხვა შევისაბის გადაღება საერთოდ არ ვაპირებდი მაგრამ პრობლემა ისაა რომ Warzone მობაილით დაიხურა წაიშალა მიუხედავად რომ სერვერები ჯერ კიდევ არსებობს სერვერებიდან ხალხი რომ აღარ თამაშობდა ბევრი გამიწერება თვითონ შეასრულებს გამო თვითონ მან სტუდიო მოგეთ გაიწყდა აღარ გამოიშვა რა აქტიურად თამაში და თამაში ოფიციალურად ვეღარ გადმოიწერთ და მე ყოველწლიურად დაიჭირდება და ხალხიც უკვე ვეღარ თამაშობს ვეღარ ციწერს და რა მთელი პრობლემა რა მიხვდებს რომ გამოწერი მქონდა ოფიციალურად უკვე აღარ შეგვიძლია ნუ ახლა პირველად თქონდა თამაშობ ამ თამაშს მაგრამ ცოტა რთული საკითხი ამის PUBG მაქვს ზოგადად კომპიუტერზე თამაშები და რაღაცა მიხვდებს რომ სტილისტიკა აქვს და ბევრი რამე განსხვავებულია რითიც მოშევიდეთ კომპიუტერზე მქონდა უკვე რაღაც შეხება მსგავს იმაზე და მიხვდეთ რომ ეს თამაშია მაინც რა ხო ახლა უკვე ბევრს ვერ ვილაპარაკებ იქიდან გამომდინარე რომ ძალიან კონცენტრირება მჭირდება თამაშში იმიტომ ეს არის ძალიან სწრაფი თამაში რა აქედან გამომდინარე აბსოლუტური კონცენტრაცია თამაშს უნდა მოვახდინო და შეიძლება დრო რაღაც ვილაპარაკო მაგრამ უმეტესწილად მოგეთ კონცენტრირებული უნდა ვიყო აუ ვიღაცამ გაუკაცია უეჭველი მოიცა მელა ინდი ჯანდაბა მოიცა დავხიტეთ ყველაფერი გარდათა მაგას წავიდეთ არა პრობლემა ალბათ წავედით ო არ დაგავიწყოთ რომ პარაშუტი შენ თვითონ დაგაშალო რა ანუ თავისით ავტომატურად არ იშლება და მაგაზე ცალკე ფიქრი გიწევს ეს არის ძალიან ისეთი რა მაქსიმალურად რეალისტურია და ახლა ნახეთ მე თვითონ დაგავშალ თუ მე არ უშლი თვითონ არ იშლება როგორც წაღან დაიგო მაგათ როგორც თქვით კონტროლი თან აკადემიაში მოკლავ მის გვამსულთავ ანუ 5 არ ვარდება როგორც მაგათაც PUBG-ში და Call of Duty Mobile-ში აქ მენა შენით უნდა ისქნა და პლუს ადამიანს რომ აქ კლავ გრავიტაციულად ეგრევე ქვემოთ ეცემა რა და კიდე ბევრი ეგეთ რაღაცა მოგიცა პოტ რეალისტური ოცლი ეს ალბათ შინაგან დამოიწყო პარაშუტის გაშლა კაი მოკეთ გაგდეთ ყურება ახლა ის მეგონი თავში ხეთს მეტად მაგაწეული რა და შეიძლება რაღაც მომენტში ჩემი ხმა გადაფაროს რა მაგრამ შემდეგი ეპიზოდიდან გავში გამოვასწორებ მაგასაც როგორც ახლა მაგის გამო თვითონ შევწყვეტ იმიტომ რომ ძალიან ისეთი ის არის რა ვერ მოდუნდები შეიძლება წამში ისე შემოვარდეს ვიღაცა აქამდეც ვიდეოს გარეთაც მაქვს რა და აქედან გამომდინარე გამოცდილება ასე ვთქვათ მაქვს ამ საქმეში და ძალიან რთული რაღაცა ვერ მოდუნდები ფიზიკურად სამეცადი ნუღარ სადიში ნუღარ გაახელ ნუღარ გამიწერა სამებში დაგინგრევ ჯერ არ შემკარტალიერა ვინას მეტავს ხედავ და ვინეთება დასვიცა თამაშებს ხარ სახლავის პიროსება აბიტურიენტმა ემსემა მიხედავ თავის თავს სათა პიროდის სწავლონ რომ დასიგისა ხოთი მეტელაბე ვეპელები უნდა ჩამოგეკიდა გადამეკიდა მეკიდე მაგრამ მეკიდა ებოდა მესახელი გამეკიდა და ახლა წელობებიან მე მომწობი ჩემ ტვის შენკი მიდინათ ვერამდენი მეწამი მოსვიცი ვიწყალი ჩამოჯექი აგერ არის ახლა მომისმინები ჯოიმდენი მაგამოვიდი მაგდენი საკონტროლო კაფეძერი შვილი გაკონტროლე შენი ტონი თუა ამისი ვიცები შანსებს სანაფიტებერთი დავისხი და თუა პატრონი მაგიმასე თავის პატრონისტი დასო უთხავენ შველის მამამისი ტელეკუტაისი პექსამელიკუტაისი შენკი თუ არ დაგიკარგი არების ხალისი გაუჯერეთ ვაჭერ და ჭამეთ შელი ბორა ანაკეთ შელი დოლები თქვენი გონებით თქვენი წონებით Mortar strike on the way Solid copy. Mortar strike on the way. Ha, get up at the top.
Impact. No hit. დამოწეს ხობორის დროს ვინც არის ამ თამაშის ისა Warzone მობილში ცეკავარქანული. ახლა ჩემი აწყობილი არაღები რაც ავაწყე. ჩემი აწყობილი არაღი მაგაცობია ხა. ერთი არ მოკლდება. მეგონი ჩავიდე. თავარი სხვა რაღაცაა რა. ახლა ესე იგი ავიღებ. აი ესე რა ნახე. აუ ისა შპრიცი აქვს და თავის აყენებს. Warzone სუპერაცია პაბჯში მობილში და ბოლომაში არა მაშინ მობილში ახლა დაამატეს კოდის მობილში რა სპეციალური მისია რომელსაც ყიდულობ ამ თამაში და კრედიტები ამ კრედიტები შეიძლება ყიდულობ გულაგის გარანტი არის ანუ რაც რომ მოკლები შემდეგ გულაგებში აღმოჩნდები სადაც თუ მოკლავ კაც დაწოცხლები მაგრამ ეგ არის ფორ თამაში დასაწყისში თუ მოკლე მათ შემთხვევაში რომ თამაშის ბოლოს კი უკვე მაგას აზრია იმიტომ რომ ეს შეიძლება ეგ შპრიცით არის ეგეთ რაღაცა როცა დამოკლები ხარ შეიძლება თავი აიყენო, მაგრამ მაგას იმდენი დრო უნდა თავის აყენებას, რომ თუ შენ მოწინააღმდეგე შენი გუნდელი არ ესვრის მაგ დროის განმავლობაში, დიდი ალბათობით მოკლები. ჯერ არავის არ გამოვიდა ეგეთ რაღაც გაკეთება რა. თავი აიყენა, მაგრამ ისეთ შემთხვევა არ ყოფილა, სადაც ერთ-ერთზე დარჩენისას როცა დაინოკენ, ვინმე ადგა. ასე რომ მაგნემსში ფულს დიდად არ ვიხდი ხოლმე არასოდეს. მაგრამ რო რამე და გუნდთან ერთად თამაშობდი, ანუ ახლა სოლო ვთამაშობ. სხვათა ერთად ვთამაშობ და შეიძლება რა, ასე ვთქვათ. ეგ Warzone Mobile-ში გაკეთებული მაქვს და Call of Duty Mobile-ში და Call of Duty Mobile-ში რო გაკეთებული მაქვს, ეგ პრინციპში გეცოდებათ იმ ჩემ ვიდეოებს უყურებთ. Requesting recon flyover. Copy that. UAV is on station. Be advised, UAV is exiting the AO. აქ უნდა რაღაცაზე გაგართხილოთ რა. ეხლა კი ვიცი რომ ეხლა ზარმაგანი სნაიპერი ვარ და კარგად გამომდის და რაღაცები და ეხლა არა საჭირო მე კომპლიმენტებს დაწერა კომენტარებში რომ რა მაგარი ხარ და რა მაგრად ისვრი სნაიპერიდან და ამიტომაც მიაკრავ ზემოდან. კაროჩე რა. მოკათ შეგიძლიათ დაწეროთ კარგი ხარ ჯანდაბას. დაწერეთ რომ მაგარი სნაიპერი ხარო და მაგრად ისვრი და ძალიან სწრაფად თამაშობ და შეგიძლიათ დაწეროთ პრობლემა კი არა უბრალოდ ცოტა უხერხული იქნებოდა, თორემ მე თქვენს იმაში არ თქონდა იურისდიქციაში არ ვერევი. კაი, გაგზავნეთ ყურება და ცოტა ხანი მიკროფონს გავთიშავე, ყურადღების მოკრება მიჩის ამ ხო ხედავთ ის კაცი ვერ მოვკარ მაშინ როცა ვილაპარაკობდი ასე რომ
Calling in a buff. ეს დროის ქვეშ ზალიფებია რა. უბრალოდ სახიფათო ძალიან, იმიტომ რომ უცებრო სახში შემოვიდეს და ჩამცხრობს ვერ მოვასწრებ რეაგირებას. მაგრამ ისე თუ საფრთხოთ ხარ რაღაცა შეიძლება რა თუ თვალთვალე რა ხარში მაგრამ არა ფუნქციაში რა ვერ ხედავ ხაისაც. აი პროვოკაციულ გამექცა. არის ორი კაცი დროით ესე შეიძლება დაინახო. No effect on target. ეს კაი აქ წესი გავარყავ. თეორიულად თუ გამისწორდა მიზანზე და სწრაფად არ გაიქცა, აქ არის გასტრალების არა სიჩქარე თუ შეიძლება გასტრალდე თუ ვერ მოსულს ერთი ერთი მზადა. მაგრამ ხა ეს ტიპიც მინდა სახურავზე იყო და თუ სახურავზე კიდევ გავარყავ. Your fight is finished. ახლა უკვე შემდეგი მასე გადავიდეთ. ეს არის შეჭოთი. They said she couldn't be a sniper. გაწმიდა რომ მოვიდე. უბრალოდ კიდე მოკლა რამდენი. მაიცა. ძალიან ფრთხილად. სხვა შეს აქ ზონა არა. ეგეც მინდა აღნიშნო რა. ის ლურჯი ზონა, რასაც შეჩოლები ხართ ამ თავში არა. აქ არის გაზი რა. ყვითელი ფერის გაზია, რომელიც გწამლავს. და მე ვკლავს, რომ თითქოს იგივეა, მაგრამ ეს უფრო რეალისტურია, ვიდრე ლურჯის რაღაც ზონა რომ მოდის და რომ გკლავს. ეს გაზი პროცესია რა და თან ამ გაზისგან თუ გაზის ნიღაბი გააკეთებს მე ამ შემთხვევაში მაქვს. შეიძლება რომ დაიწყოს ზონა ვერ მოგკლავს. უბრალოდ გაზის ნიღაბი გჭირდება. ამ სასწაულის დროით მაგრამ დროის განმავლობაში ზონაც კი არ გკლავს. ეგეც ძალიან რაღაცა რა, ძალიან რეალისტური თამაშია და თუ კაი კომპიუტერი გაქვს, კარგი კომპიუტერი თუ გაქვს, იქნება გამომდინარე რომ ამ თამაშის თამაში ყველა კომპიუტერზე არ გამოვა. იმდენად სწრაფი თამაშია რომ კარგი კომპიუტერიც გჭირდება და პლუს ამას გჭირდება კარგი ინტერნეტი. აი კარგი ინტერნეტი უფრო მეტად გჭირდება ვიდრე კარგი კომპიუტერი, იმიტომ რომ ნორმალურ კომპიუტერზე შეიძლება გადმოწერო და კარგადაც ითამაშო, მაგრამ ინტერნეტი იმად არის როგორ გადამწყვეტ იცი, როცა თიც დააკლიკავ ეგრევე უნდა ისროდეს რა. დროის არ უნდა კონდეს. იცი კიდევ ერთი. აი აქ სხვა შორის ეგეთ რაღაცას გირჩევთ რა, ძალიან ბევრი ვერ აკეთებს ამას. ანუ ძალიან ბევრი იღებს ორ ავტომატს და თუ ერთ ავტომატში უცებ ტყვეები გაუთავდათ, მეორე იარაღზე გადაცვლენ და ჩაცხრილავენ და ეგ არის სისულელე რა. ჩემი აზრით ჯობია რომ ერთი ახლო დისტანციის იარაღი აიღო და მეორე აიღო სნაიპერი, იმიტომ რომ შორ დისტანციაზე სროლა შეძლო რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯერ მომხდარა რომ მეც ეგრე ვიყავ იმ ორ ავტომატს და მე სნაიპერით მოვუკვლივა, ამიტომ უკვე დაუმღანდა ეს სნაიპერით ბევრად მეტ კილს გააკეთებ. ну ვიცი ცოტა ისე ჟღერს ვითომ კემპერობა იყოს, მაგრამ ეს არაა კემპერობა. სნაიპერის მთელი მოვალეობა ესაა და ეს რაღაც ერთად ამისთვის შექმნილი და სხვა შედემ Redemption 2-შიც ვიფიქრე რა, მეთქი RP მოვუცდი, მაგრამ იქ სნაიპერები არ არის და მე კიდე ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცები რა. იქ საერთოდ გიჟობები იქნებოდა ამით, მაგრამ აიც. მოკლედ სნაიპერის ის რაღაც მიყვარს, მაგრამ Call of Duty იყო სნაიპერი ძალიან რთულია. იმიტომ რომ ძირითადად ის როლი ახლო დისტანციიდან მოდის, მაგრამ Warzone-ში ეგეც დაბალანსებულია და შორ დისტანციიდან წასი შეიძლება იმოქმედო რა. და ზონა ისე ჩხარა არ მოდის რომ რაღაცა 5 წუთში გაქცევ მოგდის აქ იმენა შეიძლება რომ კარგად ჩაჯდე, ოღონდ კარგი ადგილი უნდა შეარჩიო და იმაზეც უნდა იყოს დაზღვეული რომ არ მოგკლავენ. მოკლედ ცოტა რთულისა რა, სნაიპერით თამაში უნდა გამოცდილო, თუ გამოცდილების გარეშე თამაშობ სნაიპერით დიდი ალბათობით მოგკლავენ. და პლუს ამას უნდა მოთმინების უნარი. ტყვიას რო გაისრო, თითოეული ტყვია უნდა მოხდეს სამიზნეს, ისე ტყვის გასროლა აზრი არ აქვს რა. სად დარწმუნებული არ იქნება რომ მოხდება, მანამდე არ უნდა გაისრო. და თუ მოთმინების უნარი ამოგეწურება, სნაიპერს ძალიან ცოტა ტყვია აქვს და ტყვიების გადატანა დიდი დრო უნდა, ახლა გამდინარე ხო? სხვა შეს ეს ძალიან კაისაა რა. და Warzone-ში ძალიან ბევრი იყენებს ამას, ან პარაშუტის უცებ გაშვებას და მერე თავიდან გაშლას. ბევრად ჩხარა ეშვები. მაგალითად იმ ტიპმა რაშიც უმად დაუშვა მე რომ მოვკალი. ზუსტად ეგ იყო რა, ანუ ჩამოსვლის მომენტში ასე უნდა ჩამოხილე და არა რაღაცა. ცუდი, დამელოდეთ, всё. კარგია. ახლა შეგიძლიათ ჩოლბრად გააგრძელოთ მუსიკის მოსმენა და მოიცა ამასაც მოკლაბარი. აუ ჯანდაბა. კარგი, ერთი წუთით. მოიცა. აი ეს ტიპი უჭონო მოკო. თან ძალიან კაი ადგილას ვარ რა. და აქედა წესით უნდა გავარცხა, მაგრამ მთელი პრობლემა ისაა რომ შეფარულიცაა და თან ზონა მომიახლოვდა თან ძალიან. აუშავს. კაი, თქვენ გაგრძელეთ ყურება მოკო. თან მეც ახლა მიკროფონს ისევ გავშავო, კოდ შეძრებაში ხელი არ შემიშალოს. Georgians in Germany.
почему не пойму. За решеткой сижу и с тоскою бегу на свободу. Ходят люди внизу, не могу держать я слезу. Я тобою одной, совершенно больной. Неужели меня ты забудешь? ესე იგი როგორც ჩანს არ გამოდის რა მაიძულებს რომ ახლოს მივიდე და ვერ ვიტანიგეთ ტიპებს ხო შეიძლება გამოყავი ოდნავ თავი 3 სანტიმეტრით აკეთე მე წყობა რო ვთხოვ მაიძულებს რომ მივიდე და გავრისკო რა ჯანდაბა ძალიან სახიფათ ვარ რა თან არც ისეთი დაოსტატებული ვარ რეალურად დასრულდა ну როგორც ჩანს ესენი არ არიან თლად ისეთი პროფესიონალები მაგრამ რეალნა რო ვთქვათ რა ჩემზე ბევრად გამოსული პროდუქტის მოთამაშეებს არსებობს და მე პირადად ერთ-ერთი ვიცნობ პრობლემაც თუ ამ ვიდეოს უყურებს და ალბათ უყურებს არ ვიცი თუ ამ ვიდეოს უყურებს მინდა ვუთხრა რომ დააბრუნოს ვიდეოები ერთი ძალიან ძველი მეგობარი მყავს სადრე ხონდა იღედა მოკეთ ამას რა ისი ტელეპრობლემა ის ხო რა ახლა წაი ანუ ვერ გავიდა იმ ხელა იმაზე ანუ მეტად ვთქვათ წაშალა ყველა ვიდეო იმის გამო რომ სათავდოდ პოპულარული გახდა ეს ვიდეოები და მე ნუ შეეშვა რა იუთუბერობას და არა და საერთოდ ეს არხი ინფერიონი რო არსებობს არის მისი დამსახურება და მისი დიდი წვლილი ამ საქმეში შეტანილი მოიცა კიდე ერთი კაცი მოკლა და გავაგზავნეთ მოგეთ საქმე იმაშია რომ მინდა რომ დაბრუნდეს რა და ამიტომ მას თანამშრომლობით მინდა რომ ეს შემდეგი ვიდეო Call of Duty-ს დიდი ალბათობით მასთან თანამშრომლობით არ ვიცი. იმედია თუ დამთანხმდება, მშვენიერი იქნება რა, მასთან ერთად მინდა თამაში და ღმერთით გამოვიდეს ეგ ამბავი. მოიცა კიდევ კაცი აუჯანდება. სად წავიდა ის? კაჟა მე ახლა სხვა ძალიან მივიდე იქით. მაგრამ მაინც ეს ტიპი უჭველი რომ მოვკლა. მაგრამ სად არის? მოიცა. დამშვიდი. აკა აი დარწმუნებული ვარ და ხოდა ვერ გავარტყი. Copy that. Phoenix 2-3 is on station. Strike inbound. მაგრამ შეიძლება გაქცეულიყო მანდეთიკა და კაი შევსე გერა პრინციპში ვიპოვე სხვასაც მოკლავ რა პრობლემა არიფები ხო არა ვარ ყველას დავხოცავ ვინ საჭიროა მაგრამ აი უწოდი გამოჩნდება აი მოიცა არჯანდაბა всё აუ ჯან კიდე გადარჩა მოიცა всё აი რეისიმები ქონდა პროსტ მოიცა კიდე ერთია მოიცა ჯერ არა მიდი აუ ჯანდაბა კარგი აი ხო ვაბუდ რა თუ არ გაარტყი უხუთი არ შეიძლება მოიცა მეგონი მოხდა ერთი მოიცა თავი გამოყა აი ხასითა მოიცა მე ეგარი ხო კარგია ახლა ტიპა 2 სანტიმეტრით აქეთ გამოყორთავი შეიძლება დავისვენოთ მე და აუ ჩანს მოიცა არ ახლა თავი არ მაგინებინოთ ქართველი ვარ და ძინება მეორე ენად მაქვს შეგენაცვალე აი თავი მოგონია შეგენაცვალე ძმაო კედახის გადახდა ჩვენზე იყოს რავი ამდენი ვარ 129 კაცი ვარ წომ გამოწერებს გულისხმობ ჩემს ასტორია აქ ფინალში მაგრიანი სად ვიქნებით ხო მოგეთ მეგონი რა გადარჩა პრინციპ 3 კაცს მოკლავ არა 3 კაცს რატო ხო პრინციპ 3 კაცს მე მოკლავ ალბათ და დანჩენები ალბათ ერთმანეთს დახოცავენ რა ვიცი 26 პედალი შევი სიმღერა ამზე ხალხმა ამზე სამწობა როსამღერიბა ვიგანმათავობს ჩემი ბავშვობა Gas is closing in. Relocating the safe zone. მე ჩემს მომავალ სიბერეს ხედა დაუკითხავ გულში შემო You've made it to the top 5. Good work. Gas is inbound. შეგარი ახლა გადაწყდება ვინ მოიგებს მე თუ ის
მოიცა ნუ ვინის და დარჩენენ რა ვიცი და ყველა ხელი ხომ არ მახსოვდება მაგრამ თავი ისაა რომ აი ხა გადაწყდა გამარჯვებული უკვე ფაზაზია და ამიტომ ახლა სულ კონცენტრირება მოახდინოთ ვერ მუსიკას მოусმინეთ და თან უყურეთ ჩემს გმირობას შენდრაბეში მუშაობ მე აქედან გიწყობ ხელსო ხოჯამ უთხრა მუჰამედსო რა დარშობის იგეთესო Gas is moving in. New safe zone located. Gas is closing in. Enemy buy station deployed. Hostile strike in the area. Gas is inbound. Marking new safe zone. ერთ-ერთზე ვარ ხილად უნდა ვიმოქმედოთ მოიცა ყოველთვის ადამიანხოს yes მოიგე აცი შენი აი გაგა ფაირი ბლოკ ინსპექტი ჩევცირე მეტი რა უკნა მოიგე ოღონდ ძვალი